როგორ არის ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცოტნე თუ შეიძლება პირველ რიგში ეს გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ფეხზე ვდგავართ, ეს უჩვეულო ეს არის ფორმატი ჩვენი გადაცემისთვის, ვინაიდან თქვენ უბრალოდ ისეთი დაზიანებული გაქვთ ხერხემალი, რომ არ შეგიძლიათ ჯდომა ჩვეულებრივ სკამზე, ცოტა უცნაური სკამი კი გვაქვს, მაგრამ მაინც. ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ ძიმეა, მე ვიტყოდი. დაზიანებული მაქვს ხერხემლის მალები, გატეხილი მაქვს კუდუსუნი. დანარჩენი კიდევ ახლა დიაგნოზების ჩამოყოლას არ დავიწყებ. მათ შორის ყველაზე უფრო სასწრაფო და სერიოზული გახლავთ ის, რომ მე მაქვს ქრონიკული ცეჰეპატიტი და ციროზის დაწყებას მეოთხე სტადიას, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას ერთი ნაბიჯი მიკლია. ეხლა თქვენ ჩამოთვალეთ ბევრი რამ, პლუს ცეჰეპატიტი. ყველაფერი ერთ ჩამომითვლია დამერწმუნდა. ნაწილი, მოინც არის საკმაოდ ბევრი უკვე, რაც არ ჩამოგვივლიათ იმის გარეშეც მაინც. ეს ყველაფერი ციხეში მოხდა და ციხეში შეიძინეთ. დიახ. ეს დაზიანებები, აი როგორ გითხრათ? მე ვიღე შიმშილობის შემდეგ იმდენად გამყიფებული იყო ძვლები, ეხლა როგორც მე ამას ანალიზით ვადგენ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თორემ შესაძლოა სამედიცინო მოკვლევამ ისეთ განვითარებულ ქვეყნებში კიდევ უკეთესად დაადგინოს, აი ამის მიზეზი, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრი გახლავთ, სიმშილობის შემდეგ ძვლები იყო იმდენად მსხვერპლი და გამყიფებული და მე არ მომეცა უბრალოდ მრავალთვიანი 67 დღე მაქვს ყველაზე დიდი ხანი სიმშილად. წარმოიდგინეთ თქვენ და არ მომცა მე სადის დაწესებულების ადმინისტრაცია მაღლგენის საშუალება. მე არ მქონდა არც ადეკვატური საკვები პროდუქტები, მოსპობილი მქონდა ამანათის საშუალება, მოსპობილი მქონდა მაღაზიით პროდუქტების შეძენის საშუალება. დამატებით რაღაც საკვები პროდუქტებზე ლაპარაკის კიდევ მეტია, არ მაძლევდნენ წამლებს, არ მოსპობილი მქონდა ექიმთან კონსულტაციის საშუალება, არ მიტარებდნენ გამოკვლევებს და ადგენდნენ სამაგიეროდ ყალბაქტებს, თითქოს მე ვამბობდი ამ ყველაფერზე უარს, 4 გარეწარი თანამშრომელი უცბად სიტყვაზე იკრიბებოდა, ერთი თეთრხალათიანი ჯალათი ექიმი და დგებოდა ესეთი აქტი და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა პატიმას ცოტნე გამსახურდიასაც უფრო დაიჯერებდნენ შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ესე ვთქვათ, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ტოტალური ერთიანობით ხასიათდებოდნენ თუ ამ მათი დაქირავებული შეიძლება ითქვას კვლელი. აი რატომ თქვენ დღეს თქვით რომ თქვენ პირადი პატიმარი იყავით მიხეილ სააკაშვილს? რატომ დავამთავრებ შემოკარგულ თემას და ეს ძვლების გატეხა მოხდა აი აბსოლუტურად აი ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ის რომ მე მახსოვს უბრალოდ ეს მომენტიც აღარ მახსოვს წესიად როგორ მოხდა. უბრალოდ მახსოვს ის ჯუხეთური ტკივილი, რომელიც დამეწყო ეს იყო დაახლოებით 2011 წლის იანვრის ბოლოს. უბრალოდ აი მომესპო გადაადგილების საშუალება, მივეჯაჭვე ლოგინს. დაახლოებით 7 თვის განმავლობაში მაშინდელი 18 ეგრეთ წოდებული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია სრულიად ბლოკირებული უკვე ჩამოვთვალე რა აღონიზებებსაც აწარებდნენ და უბრალოდ მათი მიზანი იყო რომ ამ მეთოდით მოესპოთ სიცოცხლე ფიზიკური ზემოქმედების გარეშე. ეხლა მოდით პირდაპირ გეტყვით, მე ქალაქელი კაცი ვარ და ესე ვთქვათ სიყმაწვილეში თუ ახალგაზრდობაში ყველა ჩვენგანს ჰქონია რაღაც ფიზიკური შეხლა-შემოხლის გამოცდილება. პირდაპირ გეტყვით, ბევრის მომხედრია და ბევრის მომერტყავს. და მე მათი ფიზიკური ზემოქმედების არ მეშინოდა და ჩემთვის რა განსხვავებაა, მე ისე დამაინვალიდებდნენ თუ ასე. აი ამის ახსნა მინდოდა უბრალოდ. ცოტნე რატომ იყავით, რატომ ფიქრობთ რომ პრეზიდენტის პირადი პლოტოსაღი იყავით? აი რა ინტერესი ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს იმის რომ პირველი პრეზიდენტის ვაჟი ყოლოდა დატოსაღებული იმ პირობებში, როდესაც ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ძალიან დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს პრინციპში მხარს უჭერდა ბოლო წუთამდე. მოდით ასე ვთქვათ. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მომხრეობას. კარგია რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და შეიძლება ამ საკითხზე ჩემი აზრი მკაფიოდ ჩამოვაყალიბო. 2 ათეული წელი გავიდა ცნობილი მოვლენების შემდეგ, მათ შორის მამაჩემი უკვე 19 წელიწადია ცოცხალი აღარ არის. დღეს თუ ვინდას ნებისმიერი სხვა პოლიტიკური მოღვაწე იყოს, სიტყვაზე მაჰათმა განდი, ჯორჯ ვაშინგტონი, ვინც არ უნდა იყოს, ამდენი ათეული წლების შემდეგ ვინმეს მომხრეობაზე წარს 2 ათეული წლის წინ გარდაცვლილი პოლიტიკოსის მომხრეობაზე საუბარი ცოტა არ იყოს არამართებულად მეჩვენება. მე პირადად. ერის ისტორიაში გარკვეული პიროვნებები ასრულებენ თავის ფუნქციას თუ როლს, მისიასაც შეიძლება ითქვას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერი ამ ეპოქაში უნდა ჩარჩეს და მიეჯაჭვოს ამ ეპოქას, წარსულზე მიეჯაჭვა ყოველთვის დაუპვის ტოლფასია, იქ წყდება ყოველნაირი განვითარება,
იწყება რაღაც სტერეოტიპებისა და რაღაც ესე ვთქვათ შებორკილი ხედვების ჩამოყალიბება და ეს მე თვითონ გითხოთ დაუღუპელია. რაც შეეხება ვიადგამსახურდიას მომხრეობას, კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, ესე იგი ამ სტერეოტიპს, ესე რომ ვთქვათ. ეს ადამიანები ძალიან დიდი უმრავლესობა კი არსებობენ დღესაც ადამიანები, მით მომენტში თანამებრძოლები იყვნენ გარკვეულ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დონეზე და ეს ამ ადამიანებს უბრალოდ წმინდა ემოციური დამოკიდებულება შერჩათ ამ ადამიანის მიმართ, მომენტში გულისხმობ და რაღაც გარკვეული ინტელექტუალური დასკვნები, თუ ვინ იყო ეს კაცი, რა უნდოდა და რას აკეთებდა. ყოველგვარი რაღაც სხვა პათოსების გარეშე და რაც შეეხება იმ ადამიანებს თქვენ ვიზეს ბრძანებთ, ეხლა მე კარგად ხვდები საუბარია ოჩიაურზე და დათათუძმათა მისთა შესახებ. იქნება ეს. არა მხოლოდ ცოტა. დიახ, ну თუნდაც იგივე ეკა ხერხეულიძე და სხვა სამეგრელოს რაიონების ძალიან დიდმა ნაწილმა, რომელიც თავის დროზე მხარს უჭერდათ, მოდი ასე ვთქვათ, მამა თქვენს ისევ აქტიურად დაუჭირა მხარი ნაციონალურ მოძრაობას. ყველა რეგიონი მოიგო ნაციონალურ. სხვა მიზეზის გამო მოდი ამ მიზეზებს უნდა ვთქვათ. რაღაცას მოგახსენეთ. მე მგონია უფრო ჩემი სუბიექტური აზრი შეიძლება იყოს ეს გარკვეულწილად, მაგრამ არ მგონია რომ სიმართლისგან ძალიან შორს ვიყო. ეს არის უბრალოდ ფარი, ისინი იფარებენ ფარად მამაჩიმის მორალურ ავტორიტეტს, მამაჩიმის გავლილ ცხოვრებას და მოღვაწეობას იმისათვის რომ გაამართლონ საკუთარი გამორჩენისათვის მე ესე ვიტყოდი ჩადენილი ქმედებები თუ ჭყალებში სიმპათიები. თქვენ ძალიან მალე დაინახოთ, მე ამაში დარწმუნებული ვარ. გავა ალბათ სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადს ადამიანები ისევ ხელისუფლებას მიიკედლებიან, ესენი გახლავან თავის უმრავლესობით, ესენი არიან უბრალოდ კონფორმისტები, რომლებიც ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან, მით უმეტეს ისეთ განვითარებად მე ვიტყოდი. განვითარებად ქვეყნებში, როგორიც გახლავთ საქართველო. ცოტა ჩვენ აი ბოდიში აი დავამთავრებ აზრს რა არის იცით აი განვითარებულ ქვეყანაში აი კონტრასტისათვის რომ ვთქვა რას ნიშნავს განვითარებადი და განვითარებული ქვეყანა ну თქვენ ეს რა თქმა უნდა იცით მაგრამ მე სხვა კუთხით შევდებ დაგანახოთ განვითარებულ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილს სოფლის გამგებლად არ აირჩევდნენ აქ მას ხმა მისცა და ეს ასე იყო 97%. ეს უდაოდ ასე იყო. როგორ მოხდა თქვენ ამბობთ? თავის დროზევე ჩანდა? თქვენ ფიქრობთ რომ თავის დროზეც არ უნდა აერჩია ის საზოგადოებას, მაშინ როდესაც აერჩიოთ მას საღად მოაზროვნე, რეალურად მოაზროვნე საზოგადოება, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება, გარკვეული პოლიტიკური თუ ცხოვრებისეული თუ ფსიქოლოგიური ანალიზის უნარი, მას სოფლის გამგებლად არ აერჩიებდა. დამერწმუნეთ. და ვისაც შეეძლო ეს უნარი ჰქონდა, სამწუხაროდ ეს იყო მოსახლეობის უმცირესობა, მას არც აურჩევია იგი, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრმა დაიჯერა. მანაც ძალიან ოსტატურად ითამაშა მოსახლეობის ემოციებზე, ითამაშა იმ დროინდელი წინა ხელისუფლების მიმართ გაბატონებულ ანტიპატიებზე და შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიონალი აფერისტია. ჩემი აზრით.